ეს არის გინესის რეკორდსმენი რენდი გარდნერი და მისი ამბავი, რომელმაც მოხალისედ გასწირა თავი უძილობის რეკორდის დასამყარებლად. თვითონაც აღიარებს, არ ვიცი რატომ დავთანხმდი ამაზე, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, არ სცადოთ ამის გამეორება. ეს უბრალოდ საშიშია. რენდის ორი მეგობარი ეხმარებოდა. ისინი ერთად ამზადებდნენ პროექტს. სან-დიეგოს მეცნიერთა წლიურ გამოფენაზე წასადგენად. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ დაემყარებინათ უძილობის რეკორდი. პირველი დღეები 1964 წელს სან-დიეგოში მასწავლებლისთვის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში ის მხოლოდ 17 წლის იყო და 11 დღე, ანუ 264 საათი და 25 წუთი არ დაუძინია. ექსპერიმენტის განმავლობაში მას აკვირდებოდნენ სტენფორდის ძილის მკვლევრები, მათ შორის უილიამ დემენტი. რენდის ექსპერიმენტის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო მედიისა და საზოგადოების მხრიდან. პირველ დღეებში თითქოს კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ მალე დაიწყო გაღიზიანება, მეხსიერების ჩავარდნები და კოორდინაციის პრობლემები. მეოთხე დღეს ჰალუცინაციები დაიწყო. ეგონა რომ ცნობილი სპორტსმენი იყო და გარშემო უცხო ფიგურებს ხედავდა. მიუხედავად ამისა, მეგობრები გვერდით ედგნენ, რათა არ ჩაძინებოდა. ყველაფერი უფრო თამაშივით ჩანდა. მაგრამ მეოთხე, მეხუთე დღისთვის რენდი მიხვდა, რომ საქმე ძალიან სერიოზული იყო. ამბობდა, გაგიჟდები, რა რთულია ეს, უკვე გაზეთებში და სააგენტოებში დაწერეს. ყველას აინტერესებდა. ვეღარ დავიხევდი უკან და გადავწყვიტე ბოლომდე მიმეტანა. 11 დღე. მეცნიერის ჩარევა. რენდის ამბავი გაიგო უილიამ დიმენტმა, ძილის მეცნიერების მამამ, რომელიც მოგვიანებით დოქტორ სლიპის სახელით გახდა ცნობილი. მან გადაწყვიტა დაკვირებოდა ამ ექსპერიმენტს. ბოლო 3 დღის განმავლობაში დიმენტი ყველაფერს აკეთებდა, რომ რენდის არ დაეძინა. მანქანით ატარებდა ღამის 3 საათზე სანაპიროზე, ასვენინებდა მუსიკას, თამაშობდნენ პინბოლს. საინტერესო ფაქტია, რომ რენდი პინბოლში იმარჯვებდა, მიუხედავად 10 დღიანი უძილობისა. რენდის მეგობრები ყოველ 6 საათში ტესტებს უტარებდნენ 20 სხვადასხვა ამოცანა მეხსიერებაზე, კოორდინაციაზე და აზროვნებაზე. ექსპერიმენტის ბოლოს ხასიათი ეცვლებოდა მოულოდნელად. ჰქონდა მეხსიერების პრობლემები, მეტყველება უხეში და დამამბნეველი ხდებოდა. კოორდინაცია საგრძნობლად დაქვეითდა. დაიწყო ჰალუცინაციებიც. ამ ყველაფრის მიუხედავად, მან შეძლო გაეუმჯობესებინა წინა რეკორდი 260 საათი, რომელიც 1959 წელს ტომ რაუნდს ეკუთვნოდა. როდესაც ექსპერიმენტი დასრულდა, ის სან-დიეგოს საზღვაო ჰოსპიტალში მოათავსეს, სადაც ექიმები აკვირდებოდნენ ტვინის ტალღებს, გულისცემას, ტემპერატურას, კუნთების მუშაობას და წნევას. იქ მას 14 საათი და 46 წუთი ეძინა პირველივე ღამეს. დღეს რენდი უკვე 78 წლისაა. ის ამბობს, რომ ამ გამოცდილებამ ძალიან ბევრი ასწავლა. ძილი აუცილებელია ყველა ცოცხალი არსებისთვის. ეს ჩვენი ბუნების ფუნდამენტალური ნაწილია. ეს ექსპერიმენტი დღემდე რჩება უნიკალურ შემთხვევად. მიუხედავად იმისა, რომ რეკორდი ოფიციალურად გინესის წიგნში აღარ ფიქსირდება, იმის გამო, რომ მსგავსი ექსპერიმენტები სახიფათოა, რენდი გარდნერი მაინც ისტორიაში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდხანს გაუძლო უძილობას 11 დღე და 25 წუთი.